სასწორმა 200 გრამით მეტი აჩვენა და გონია რომ ყველაფერი წყალში შეგეყარა. იწყებს საკუთარ თავზე გაბრაზებას. უფრო ნაკლებს ჭამ და თავს იტანჯავ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს ციფრები არაფერს ამბობს შენს პროგრესზე. სასწორი ვერ ხედავს როგორ გძინავს. ვერ გრძნობს შენს ენერგიას. ვერ ზომავს რამდენად კომფორტულად გაცვია ტანსაცმელი და ვერ ხვდება რამდენად მშვიდად ჭამე დღეს გუშინდელთან შედარებით. ხშირი აწონვა იწვევს სტრესს. სტრესი კი პირდაპირ აჩერებს ცხიმის წვას. ხშირად სასწორზე დადგომა კი ხელს გიშლის წონის დაკლებაში. ამის ნაცვლად ყურადღება მიაქციე იმ ცვლილებებს, რასაც სასწორით ვერ გაზომავ. ენერგიას, განწყობას, როგორ ეტევი ტანსაცმელში და როგორ გრძნობ თავს ჭამის შემდეგ, მსუბუქად თუ მძიმედ. შენი მიზანი არ უნდა იყოს ნაკლები რიცხვი სასწორზე. შენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ გახდე უფრო ენერგიული, ჯანმრთელი და ბედნიერი საკუთარ სხეულში. თუ გინდა ისწავლო, როგორ აკონტროლო წონა სასწორის, შიმშილის და სტრესის გარეშე, მომწერე Instagram-ზე და გავისაუბროთ.